საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის კულტურულ საგანმანათლებლო პროექტი მივიწყებული სახეები დასრულდა. პროგრამა წიგნიერი ლიდერის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორგანიზატორთა განმარტებით, პროგრამა მიზნად ისახავდა იმ პიროვნებების ღვაწლის წარმოჩენას, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს ინტერვიუები. საუბარი ეხებოდა ფილიმონ ქორიძის, შალვა დადიანის, ეფემია მესხის, ბარბარე ჯორჯაძისა და შალვა გედევანიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი, როგორც ცნობილია, მისი უწმიდესობის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და მისი მხარდაჭერით და საპატრიარქოს მხარდაჭერით უამრავი პროექტები განახორციელეთ, რომელიც ძირითადად მიმართული იყო ახალგაზრდებზე და ყველანაირად შევეცადეთ და ვცდილობთ, რომ მათი შესაძლებლობები გამოვავლინოთ, უფრო გავაძლიეროთ და მათ მივცეთ წარმატებისთვის ძალიან ბევრი რამ. ეს ტენდენცია ჩვენი ახალი პატრიარქის, მისი უწმიდესობა შიო მესამის დროსაც გრძელდება. საპატრიარქოს მხარდაჭერის გარეშე ბუნებრივი არც მაშინ და არც ახლა ეს პროექტები არ განხორციელდებოდა და მე მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს პატრიარქს, რომელიც მხარში გვიდგას ამ პროექტების განხორციელების დროს. ჩვენმა მოსწავლეებმა, რომლებიც წიგნიერი ლიდერის პროექტში იყვნენ ჩართულები, დავითიანის გრანტები მოიპოვეს და განახორციელეს ის პროექტები, რომელზედაც მუშაობდნენ. მაგრამ საინტერესო რა არის, იცით, რომ თავიდან ამ პროექტების წერა ისწავლეს. დავითიანმა სწორედ ეს გააკეთა, რომ ამ ბავშვებისთვის გვესწავლებინა ჩვენ პროექტების წერა. პირველი ნაბიჯები გადაედგათ დავითიანში. ყოველ დღე ჩვენთან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მოდიან და ერთ-ერთმა ჯგუფმა, ხუჭაბათი ჯგუფმა განახორციელა ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც თვითონ მოიფიქრეს, რა თქმა უნდა. ეს იყო, ასე ვთქვათ, ახაც მსჯელობა და ამ მსჯელობაში გამოიკვეთა ის გამოწვევა, რომელიც მათთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. და ეს იყო მივიწყებული სახეები ეძღვნებოდა იმ პიროვნებებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში ძალიან დიდი როლი შეასრულეს და შეჯერდნენ 5 პიროვნებაზე და აი ამ 5 პიროვნების შესახებ მათ მოამზადეს ინფორმაციები. ერთი აქტივობა იყო ის, რომ საპატრიარქოს რადიო ივერიაში ჩაიწერა ინტერვიუ და მიეძღვნა აი ამ 5 პიროვნებას და ეს გაჟღერდა და გავიდა საპატრიარქოს რადიოში და შესაბამისად ძალიან ბევრმა ადამიანმა მოისმინა. შალვა გედევანიშვილის შვილიშვილს დაუკავშირდნენ, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და იქ ჩაიწერეს დისტანციური ინტერვიუ მასთან და შესაბამისად ეს ძალიან საინტერესოა, ხო, ეს ინტერვიუ მე დაიდო სოციალურ ქსელებში და ბევრმა ადამიანმა ნახა და მოისმინა. და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იყო, როდესაც ფილიმონ ქორიძის მემკვიდრე ოპერის მომღერალი, რომელიც გვეწვია ჩვენ აქ დახურის ღონისძიებაზე, როდესაც დასრულდა ჩვენი პროექტი წიგნიერი ლიდერი და შეასრულა ფილიმონ ქორიძის სიმღერა, საოპერო სიმღერა. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს დაარსდა. პროექტი წიგნიერი ლიდერი 2009 წლიდან ხორციელდება. ამ პროგრამის ფარგლებში მოძრაობა დავითიანი თბილისის 30 სკოლასთან თანამშრომლობს. ჩვენი პროექტი იყო მივიწყებული სახეები. ეს პროექტი მოიცავდა იმას, რომ საქართველოს უამრავი გმირი ყავს, რომელზეც ინფორმაცია დღეს შეიძლება არ გვაქვს, ან დაიკარგა სადღაც და ჩვენი დავალება იყო, რომ ესეთი გმირები გავეცნოთ ჩვენი თანატოლებისთვის. დავიწყეთ ჩვენ პროექტის წერით, დავწერეთ პროექტი, იდეა შევაჯერეთ, გავწერეთ ყველაფერი როგორ დაგვეწყოთ და საბოლოოდ დავიწყეთ მუშაობაც. დავირჩეთ 5 პიროვნება. უკვე მთავარი საქმე იყო, რომ ეს ყველაფერი განგვეხორციელებინა, დავიწყეთ ინფორმაციების მოძიება, ვიყავით ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გავისაუბრეთ სხვადასხვა ისტორიკოსს, გამოვიყენეთ სხვადასხვა მასალები და საბოლოოდ შეიკრა ეს ამ 5 ადამიანზე ინფორმაცია და უკვე მთავარი პრობლემა იყო, როგორ გავავრცელებდით ამას. ამაში დაგვეხმარა საპატრიარქოს რადიო ივერია. ჩვენ მივედით, ჩავწერეთ ინტერვიუები მათ შესახებ, რომელიც შემდეგ გავიდა ეთერში. გვინდა და უფრო სად გაგვეკეთებინა და უფრო სიღრმისეულად გამოგვეკლია ეს ადამიანები, ამიტომ დავიწყეთ მათი შთამომავლების მოძებნა, რომლებიც უფრო ახლოს გაგვაცნობდნენ ამ პიროვნებებს. ძალიან დიდი კვლევის და ძალიან დიდი ძებნის შემდეგ შევძელით და კავშირზე გავედით 3 ადამიანის შთამომავლთან. ეს იყო ფილიმონ ქორიძე, შალვა გედევანიშვილი და ბარბარე ჯორჯაძე. მათთან ინტერვიუების ჩაწერა შევძელით, რომელიც შემდეგ Facebook გვერდზე დაიდო და გავრცელდა YouTube არხზეც.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სიმპოზიუმისთვის ემზადება. ამ დროისთვის მასში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. სახვითი ხელოვნება, ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები. ამ სახელწოდების ღონისძიება მხატვარ თამაზ ხუციშვილის ხსოვნას ეძღვნება. სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიონალ მხატვრებს, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერებს, ასევე სახვითი ხელოვნების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი უმასპინძლებს. სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულებაა სახვითი ხელოვნება. წელს სიმპოზიუმი ეძღვნება ძალიან ცნობილი ქართველი მხატვარის თამაზ ხუციშვილის ხსოვნას, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ბატონი თამაზი იყო შესანიშნავი მხატვარი, ჩვენი კოლეგა, უნივერსიტეტის პროფესორი, წლების მანძილზე ასწავლიდა სახვითი ხელოვნებას უნივერსიტეტში და ნიშანდობლივია, რომ თამაზ ხუციშვილის მხატვრობა სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ის იყო ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და ოსტატი მხატვარი. რაც მე მიმაჩნია, რომ 21 საუკუნეში ძალიან გამორჩეული თვისებაა და სწორედ ჩვენი სიმპოზიუმის ხასიათი, მოწოდება ჩანაფიქრში არის ასე, რომ ჩვენ გვინდა დავამკვიდროთ მხატვრობის სწორედ ის ფორმატი, სადაც მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალის მხატვრულ ხედვას, გააზრებულ მიდგომას. ჩვენი აზრით 21 საუკუნეში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა გამოწვევების ფონზე და სწორედ ამაზე საუბარი გვინდა და გსურს გავაგრძელოთ სიმპოზიუმის ფარგლებში. სიმპოზიუმი საინტერესოა იმ კუთხით, რომ ეს არის ორმაგი დატვირთვის, ორმაგი ფორმატის შეიძლება ითქვას თეორიული სამეცნიერო კონფერენციები, სადაც სხვადასხვა სექციები იმუშავებენ, მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები. იქნება აუცილებლად გამოფენა სტუდენტური ნამუშევრებისაც, მხატვრებისაც, პროფესიონალი მხატვრებისაც, ჩამოვლენ უცხოელი მხატვრები, ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ვორქშოპში და აი ამ ნამუშევრებს მერე გამოფენთ. საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 20 სექტემბერს დასრულდება. ღონისძიება ოქტომბერში გაიმართება. სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სიგელები გადაეცემათ.